როგორ ფიქრობ, მხოლოდ პირდაპირი გამოცდილებით შეგვიძლია სწავლა, თუ სხვების შესწავლითაც? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ფსიქოლოგმა ალბერტ ბანდურამ საინტერესო ექსპერიმენტი მოიფიქრა და თეორიაც ჩამოაყალიბა. ბანდურამ და მისმა გუნდმა შემდეგი 3 დაკვირვება გააკეთა. პირველი. ბავშვები, რომლებიც ხედავდნენ თუ როგორ ურტყამდა უფროსი სათამაშოს, ხშირ შემთხვევაში ამ ქცევას იმეორებდნენ. მეორე. ამას ბიჭები 3-ჯერ უფრო ხშირად აკეთებდნენ, ვიდრე გოგოები. მესამე. თუ ბიჭები ნახავდნენ, რომ სათამაშოს კაცი ურტყამდა, ისინი ამ ქცევას 2-ჯერ უფრო ხშირად იმეორებდნენ, ვიდრე ის ბიჭები, რომლებთანაც ამ როლს ქალი ასრულებდა. გოგოების შემთხვევაშიც გავლენა უფრო მეტად იმავე სქესის ადამიანს ჰქონდა. ექსპერიმენტის ბოლო ვარიანტში ბანდურას სურდა გაერკვია, შეიცვლებოდა თუ არა ბავშვების ქცევა, როცა ნახავდნენ, რომ მაგალითის მიმცემი ადამიანი სათამაშოს მიმართ ქცევისთვის დაჯილდოვდებოდა ან დაისჯებოდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვებისთვის დიდი განსხვავების მომტანი არ იყო, შეაქებდნენ თუ არა აგრესორს. თუმცა იმ ბავშვებმა, რომლებმაც ნახეს, რომ მსახიობი დაისაჯა, მოგვიანებით ბევრად ნაკლები აგრესია აჩვენეს. ეფექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გამოხატული იყო გოგონების შემთხვევაში. ბანდურამ და მისმა თანაავტორმა რიჩარდ ვალდერმა მოგვიანებით სოციალური დასწავლის თეორიის 5 მთავარი პრინციპი განსაზღვრეს. პირველი. სწავლა გონებრივი პროცესია, რომელიც სოციალურ გარემოში მიმდინარეობს. მეორე. სწავლა შესაძლოა ქცევაზე დაკვირვებით. მესამე. სწავლა შესაძლოა ქცევის შესამჩნევი ცვლილებების გარეშეც მოხდეს, რადგან შესაძლოა ისე ვისწავლოთ, რომ არ გამოვავლინოთ რა ვისწავლეთ. წახალისება და დასჯა გარკვეულ როლს თამაშობს, თუმცა სწავლაზე სრულად პასუხისმგებელი არაა. შემეცნება, ქცევა და გარემო გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. ამ პროცესს რეციპროკული დეტერმინიზმი ეწოდება.